გამარჯობა მეგობრებო და დღეს ძალიან დიდი დღეა. ვერო არის ფინალში და მითხრა რომ დავხმარებოდი და საინტერესო ვიდეო გადაგვეღო ერთად და კიდე რაც ძალიან გამიხარდა ხალხიც აქ არის ხალხს უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მოკლედ ეხლა ნელ-ნელა ყველაფერს გაჩვენებთ რა ხდება, როგორ ვემზადებით, როგორ ვატრენინგებ არსი მანქანების ტარებაში და საერთოდ თლიან დღეს თავიდან ბოლომდე გადავიღებ და განახერხებთ. თქვენ კი შეგახსენებთ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და ლაიქი. მოვედი. ესე იგი, გავაკეთებთ 3 challenge-ს. იქნება tag of war-ი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შეჯიბრი. მეორე იქნება სლალომი, აი ეს იმეებშივლით, ფიშკები არ ვიცი რა ქვია მაგას ქართულად და მესამე გვექნება უკვე, ბოწკინტები. ხო, ბოწკინტები და მესამე გვექნება, რა თქმა უნდა, უკვე წყვილთა წრიული რბოლა. ოღონდ ჯერ გავიაროთ ყველაფერი დეტალურად, რა როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. ესე იგი, რა უნდა ვიცოთ, დიდი არაფერი არ გვჭირდება. რეალურად გვაინტერესებს მარტო გაზის მიცემა და უხრუჭი და მოხვევა. ეს დანარჩენი ღილაკები არ შეხედოთ ორი დაიბნებით. ესე იგი, ჩახმახს რო გამოუწევ, აი ესე, ხო, ჩახმახს რო გამოუწევ, მანქანა წინ წავა, ძალიან თუ გამოუწევ, ძალიან წინ წავა და შესაბამისად არ გჭირდებათ პირიქით უფრო დაკვირვებულად უნდა იაროთ და აი ეს საბურავი რო აქვს სინამდვილეში საჭეა. მარჯვნივ გადავატრიალებ. მარჯვნივ მოუხვევს მანქანა, მარცხნივ გადავატრიალებ. ოღონდ სათამაშო მანქანები როა, ეგრე არ მუშაობს. რო გადავატრიალებ და ბოლომდე უხვევ. ანუ რამდენსაც უხვევ, იმდენს უხვევს. რამდენსაც გასაჭერ, იმდენს იმოშვება. ეხლა მოდი პატარა პრაქტიკა გავაკეთოთ ამ ყველაფრის და მე უკვე იმას მოდი რიგრიგობით იმასვე დავი. დაიწყე შენ. ჯერ ეხლა უყურე რა გააკეთე. მარცხენა ხელში დაიჭირე. მარცხენაში. მოსწრებაზე ვართ მზეს ველა მზე მირბის ჩვენი ბრალია სხვა საკეთებით და დავაი ოდნავ გამოწიე ჩახმახი ეს ხელი მოკიდეა საინტერესოა ჩახმახი გამოწიე всё წადი იქი წადი ოღონდ მარჯვნივ ხო ესე იგი მთელი სირთულე არის იმაში რომ იქიდან რომ მოდიხარ მარჯვენა მარცხენა სხვა არის აი რა საინტერესოა აქედან რომ მიდიხარ მარჯვენაა ასე რომ მაგაზე იბნევიან ხოლმე როგორც წესი მაგრამ აქ ვიღაცას უკვე გამოსდის მე მგონი მე ძალიან აზარტული ადამიანია მიდი კაია. ოღონდ შეეცადე რომ სტაბილური ერთი დოზის გაზი გაჭიროს. ხო. ოპა, +10 ქულა. კი არა და 10 წამი. ანალოგიური გვაქვს აქ ჩახმახი და ის რა არაფერი განსხვავებული. ერთი სტაბილური ტემპი აიღე და გაზ არ წაკრა ხოლმე, თორე აი ერთი რომ მანერაში გადაგივიდეს ეგრევე. მე ტვინი გაგებულდება. წინ წასვლა, ტორმოზი გამოსდის. მარტივად ხო. არ დამეჯახო. ოპა, ლევანმა დრიფტი შემოგთავაზა. Hulk style. ია გასათობია. ეს მოგამიოთ, ვერით მე. არ დამინდო გაზი ბოლომდე. კაი. აბა ერთი ზადნით მომიყენე. ოპა. ბატონმა ჰალკმა იკითხა ერთნაირებიო, დიახ, ერთნაირი ცხენი ზალები აქვს. ორივეს და პირველი ჩელენჯის დროა და პირველ ჩელენჯს ქვია tag of war. ესე იგი, აი ამ რაღაცას, აი ესე დავდებ. ერთი მანქანა მოიქცევა აქეთ, მეორე მოიქცევა აქეთ. გოუს როგორც იმაშვები ხელებს უშვებ, გავდივარ და თქვენ მაქსიმალური გაზი იქამდე სანამ რომელიღაცა აი ამას არ შეახებინებთ უკანა მხარეს და ბარემ პატარა რჩევას მოგცემთ. უბრალოდ გაზი არ კმარა. ნუაბო. იბა რაღაცები იცის გაიგეთ ნუაბო. აშკარად იცის. კაი, არა რჩევა აუცილებელია. ესე იგი საჭეთს ათამაშეთ, ზემოთ ქვემოთ რომ მაქსიმალურად მოჭიდებას მიაღწიოთ. მზად ხართ? კაი. უნდა მოვიგო. ონლი გაზი გაუყარეთ ორივე ბოლომდე და რომელიღაცა თუ გაათრევს, სტოპს როგორც კი დავიძახებ, ყველაფერს ხელი გავუშვით, თორე ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ ემოციისგან დავიწყებია და მანქანა მე იქ ვერაში ვიპოვეთ. ოღონდ მართლა იყო ეგრე რა. არ ვიტყოდი მართლა იყო რა იქ. კაი, ერთი წამით მაქსიმალურად ჩვენ გვინდა სამართლიანობა. ამის მერე მართლა ბედაში ჩავდა. აბა, მოემზადეთ. Go! Zawida! Vero, stop. Vero მოიგო. ესე იგი პირველი მცდელობა მოიგო. ვერომ, ეხლა ნახოთ კიდე ორი მცდელობა იქნება.
მზად ხართ? კი. Go! არა ისე მოუგო. მიმართლე. აი, ვიცი რა. შევცვალოთ ადგილები. შევცვალოთ ადგილები და ვნახოთ პროტესტებს. არავის არ გირჩევთ ხალხის პროტესტს. ეგრეიცია, როცა მარცხდებიან, სულ ეგრეიცია. მესამე მცდელობა მზად ხართ? ეს ნახე, წინასწარ იწყებს. მოემზადეთ? Go! ვა, აბა, ხალხმა დაიგო. მოდია. ესე იგი. მოკლედ, პირველი ჩელენჯის გამარჯვებულია ვერო. კიდევ ერთხელ. ეხლა ჩემ მანქანასაც ჩავთავ, მე გავივლი და ჩემთან ერთად გამოიარეთ, რომ მაქსიმალურად მომბაძოთ, როგორ გამოვა სწორი სიარული. კაი. მე ტექნო მყავს. ოკეი. არა. აი, ეხლა ნახე. ნახე. მე რო აქედან დაიწყებთ თქვენ ზუსტად რა. ვერო, შენც მიყურე რა დამოღამო. უყურე რომ მივდივარ. ნახე, ლემა შენ რას აკეთებ დიცი? იმენა უხვევ. არ მოუხვიო, დამაკვირდი? ნახე რას ვაკეთებ? ოდნავ. მე აქედან ოდნავ და ნახე სწორაწადი. ოდნავ და სწორაწადი. ოდნავ და სწორაწადი. გაიგე? ხო. ნახე? აუ, ძალიან მაგარი. ხო ხდები, აი ოდნავ რა, ოდნავ და რომ მიხვალ, აი აქ რომ მოხვალ, აქ მოდი ხოლმე. აქ ჩაუხვიე. და მე რამად მოუხვიო? ცოტა. მოდი ვცადოთ. ცოტა? всё. აი, ბოდიშ. ოდნავ. კი. მოიცა, ხელ ხავს. ვაი, მე შემეშავ. მეორე ჩელენჯის დრო არის და წესები როგორია. ვაყენებთ მანქანას ამ ადგილას და მივდივართ ზიგზაგის სისტემით. იქით ბოლოში ტრიალდებით მოვდივართ ისევ ზიგზაგით და ნახეთ აი ამას მანქანის უკანა მხარეს ვინც პირველი გააცელს ამ დროს რა თქმა უნდა წამზომი გაჩერდება და ვისაც უფრო პატარა დრო გექნებათ ის იქნება გამარჯვებული. უბრალოდ გასთვალისწინებელი გაქვთ ერთი ფაქტი, რომ აი ამას ვინც ოდნავ შეეხება პლუს 10 წამი დაეწერება. ასე რომ მაქსიმალურად 10 წამებს თორე 10 წამი ძალიან ბევრია. всё, მზად ვართ? კი. მზად არიან ჩვენი მონაწილეები? აბა, მზად ხარ? კი. 3, 2, go! მიდი. ახე, პლუს 10 აიცილა. ოპა, პლუს 10. აქედან შემოდი რომ სესია გაიარო. ხალი საჭეს თაკარი. ჩამოდი, ადი მაღლა. ოპა, 28 წამი და 30 სინამდვილეში 38 და 30. რთულია იქეთა და ვერტი. ახლა ხელში გიშლი. იცოდე? ესე იგი, შენ იყავი 38 და 30. აბა, ნახოთ. იქ მაგარია და ეხა აქ ნახოთ რა სიზავს. მზად ხარ? 3, 2, go! კარგად დაისტარტა. ვა, რაღაცა თამამად მიდის ერთი დრიფტი დამან. ოპა! 23 და 45. ოვაციები. ესე იგი მეორე შეჯიბრში გაიმარჯვა ჰალკმა, გახედნეს ჩემი მანქანების სლალომზე და გადავედით მესამეზე. ესე იგი, გაგვაქვს ფიშკები. არის ხოდი რაღაცა დამანახე. მაგარია. ანუ იმდენად ესეთი მე ინტერესით უყურებ, რომ აი მიდორ ახლა სულ ვითამაშე. აი ნახე რა როლში შესული. მე მიყვარს თამაშები, ძალიან მიყვარს თამაშები. გინდა მეც განა ხო დრიფტი? მოიცა მე ჩემი მყავს. წავიდა. ნახე როგორ დამჯერია, ძაღლებს შეუნები ხოლმე გვერდით. ანუ წინა თვალს რამაგრად კეტავს. მე მარტო ძაღლებს არაფერია. ხო. ისი. ეს სახში გამატანეთ რა. არა. ანუ სახში წავიღებ და ერთში დაგივრინებთ. არა. Please. No. ესე იგი მღელვარება იმატებს და მესამე ჩელენჯის დროც არის. მანქანები არიან უკვე სტარტის ხაზზე და თქვენი მიზანი იქნება რომ დაარტყათ 2 წრე.
ვინც პირველი შემოვა ფინიშზე, ის იქნება გამარჯვებული. საიდანაც ვიწყებთ, ფინიში ზუსტად ეს ადგილი იქნება. ანუ 2 წრე. აი ფიშკოს ხო ხედავთ? კი. აი ამის გასწვრივ. ვინც პირველი შემოვა, ის გაიმარჯვებს. ოკეი. აბა ვიწყებთ. 3, 2, go! წავიდა გაიჭრავე რომ, მაგრამ აერია ჩაუჭრა ჰალკმა ისევე რომ გაიჭედნენ ორივე ბუჩქებში. უკან დაერჯახა. გაიქცა ჰალკი, ვერ ოცილობს რომ წამოეწიოს, მაგრამ კარგი დრიფტი შემოგთავაზა ჰალკმა, გაიჭრა წინ. ვერ ვააჩქარეთ ორი ჰალკი უკვე იკითხარი. ჰალკი მეორე წრეზე მიდის. აშკარად დრიფტში ეხმარება. ეწევა ვერო. ოპა დრიფტი შემოგთავაზა ვერომ და ჰალკი შევიდა. შვიდად დაწყნარად ფინიშზე. ესე იგი მესამე ჩელენჯის გამარჯვებულია ჰალკი. დახე ლევან, მიყურე. ეს მანქანა გამოვერცხია, გადროვე. მოდია. წადი. ოპა, მოურჩით ჩვენს ჩელენჯს და ჩემი ჩელენჯის გამარჯვებულია ბატონი ჰალკი. აი მე მგონი მაგიტომ მოიგე, მეტი ცხენიზალები არის მაგ შუქების. აუ, ჩამიწყეთ ხო? მე წამეგო. მოურჩით ჩვენ ჩელენჯს, ძალიან კარგად ჩაიარა. მიხარია რომ ძალიან მოეწონათ. მე ესე დავინახე, ყოველ შემთხვევაში დრო არის, ახლა მივიდეთ და შევეკითხოთ ემოციები, რა იგრძნეს და როგორ იგრძნეს პირველად რომ გაატარეს არსი მანქანები. წავედით. ლევან, აი მიკროფონი შენ. არსი მანქანა ხო პირველად ატარე? კი. ეხლა მაინტერესებს შენი გულწრფელი ემოციები, აი ეს პირველად რო შეეხე რა იგრძენი და პროსტა რო გამიზიარე. რაღაცა იცი, იმდენად დიდი სიამოვნებაა, რომ აი სანამ არ დაჯდება, და ეგრე მომივიდა მე. ზესო მზირას, ხო, იმიტომაც დაგიჟდეს ეხლა. მე მიდი და რა. კი. ძალიან მაგარი. აი ეგრე ვიყავი მე პირველად რო ხელი მოვკიდე რადიოს, იმის მერე ოღონდ სულტენი. რაღაცა ძალიან ისეთი დადებითი ემოციები. ხო არ დაფიქრდებოდი შემოგვიერთდე ჩვენ სექტაში? რატომაც არა. რატომაც არა. მოკლედ ძალიან კარგი. წამოიხლა ვეროსთანაც მივიდეთ და გითხოთ. მადლობა. ჯიგარ. ვერო. მაინტერესებს. რა მაინტერესებს? რა გაინტერესებს? და თუ კიდე შენ დაიჭირე. რა მაინტერესებს? ხო პირველად ატარე შენს? პირველად ვატარე. ხო და მაინტერესებს ემოციები. აი რა ვაფშე რა იგრძენი? როგორია? ექსტრემალურია საოცრად, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ექსტრემი, ძალიან მიყვარს ეს ველოსიპედიდან გამომდინარე სიჩქარე, ასე თუ ისე მიყვარს, მაგრამ აი ეს რაღაცა დრიფტი შესვლა და რაღაცები, აი ძალიან მაგარია. ისეთია რომ რო იწყებ ვეღარ ჩერდები და აი სულ აკეთებ, სულ მიყვები და გინდა რომ კიდე გააკეთან. გამოგდის არა, მიყვები რა. სხვათა შორის აი მართლა ეგრე არის. ეგ არის ამ სფეროს მუღამი ეგ არის, რო იწყებ არ მთავრდება. ვერ მთავრდება ვერასდროს. თან ყველაზე საინტერესო ის არის რომ რადგან ეს მანქანები არის ბევრნაირი, ეხლა უკვე მაინტერესებს ის მანქანები რა შვებია და უკვე ისე ვიყურებ რომ ამის მერე. ხო და მე მგონი ლევანიც იმიტომ იყურება იქ. ვერო, ძალიან დიდი მადლობა, რომ რაღაცა მეც მომეც საშუალება იმის რომ ეს ყველაფერი გამომევლინა და შენ მაყურებელსაც ვაჩვენო და ესე იგი, ჩვენმა დღემ ჩაიარა კი არა, დამთავრდა ასე ლამაზად და თქვენ კი შეგახსენოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ზარის ღილაკიც გააქტიუროთ, აუცილებლად ვეროს არხის და ჰალკის არხი კი არაკლია, იმას გამომწერები მილიონებს ეთამაშება, მაგრამ ხო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გჭირდება. გამოიწერეთ კახას არხი და ჩვენი არხიც. ჩიზ, ყველი, ხაჭაპური.